მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ჩვენ გავაგრძელებთ PDF-დან Word-ში გადაყვანის თემას, უბრალოდ განვაახლებთ ამ საკითხს. მე მაქვს მომზადებული ორი PDF ფაილი, ერთი, რომელშიც ჩვეულებრივად ინიშნება ტექსტი და რომელთა დავშვ ტექსტის კოპირება შეგიძლიათ ქართულის თუ ინგლისურის და მეორე, რომელიც ასრულებს დასკანებული დოკუმენტის იმიტაციას, იმიტომ რომ აქ ამ შემთხვევაში ტექსტი არ ინიშნება და რეალურად სურათს წარმოადგენს, როგორც ხდება ეს ხოლმე დასკანირების შედეგად. Word-ი, რა თქმა უნდა, Word-ს კვლავაც შეუძლია PDF-დან Word-ში გადაყვანა, განსაკუთრებით თუ ეს არის ტექსტი, რომელიც ან PDF-ი, რომელიც შეიცავს ტექსტს და არა სურათს. ვნახოთ, როგორ ხდება ეს. გავხსნათ Word-ი, შემდეგ მოვძებნოთ ჩვენი ფაილი, ასე ვთქვათ, desktop-ზე, ამ შემთხვევაში desktop-ზე გვაქვს ჩვენ. Word-ი გავაფრთხილებს, რომ გააჩნია დოკუმენტის, ასე ვთქვათ, სირთულეს, რამდენად შეიცავს გრაფიკას, რამდენად რთული აგებულებისაა და იმიტომ შეიძლება შეცდომები დაუშვას, ასე ვთქვათ, გადაყვანისას. ჩვენ ამას დავეთანხმებთ, სხვა გზა არ გვაქვს, დავაჭერთ OK-ს. ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება ამან გაჭედოს, ანუ Word-მა გაჭედოს, რაღაც უბრალოდ დიდხანს იფიქრობს, არ შეგეშინდეთ. საბოლოო ჯამში გახსნის დოკუმენტს და როგორც ხედავთ, იდეალურად გადაიყვანა, არის ცხელიც, არის ყველაფერი ქართულით ამოცნობილი, ამოცნობილი რა, უბრალოდ გადაყვანილია. ინგლისური ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივად დავარედაქტიროთ, რაღაცეები დავამატოთ, რაღაცეები დავუშვათ წავშალოთ, ჩავწეროთ რაღაცეები პირობითად, არ აქვს მნიშვნელობა, ანუ შედეგი საკმაოდ კარგია. მაგრამ თქვენ მაინც უნდა გადახედოთ ტექსტს, იმიტომ შეიძლება სადღაც რაღაცა გაიპაროს, რაღაცა შეცდომები იყოს, მაგრამ 95% და უფრო მეტიც, როგორც წესი, ასეთ დოკუმენტებზე, რომელსაც ისედაც ინიშნება ტექსტი, Word-ი გვაძლევს იდეალურ შედეგებს. ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივად ეს დოკუმენტი შევინახოთ, desktop-ზე დავაგდოთ, ან სადაც გინდათ, არ აქვს მნიშვნელობა და გქონდეს ეს დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ დავუშვათ ჩვეულებრივად ვიმუშავებთ. ბევრად უფრო რთულია სიტუაცია, როდესაც ჩვენ გვაქვს დასკანირებული დოკუმენტი. თუ ის შეიცავს ქართულ ენას. ვინაიდან Word-ს შეუძლია ასეთი დასკანირებული დოკუმენტის გახსნა, დამოცნობა ტექსტისაც შეუძლია, ოღონდ აი ქართულთან ვერ მეგობრობს, ანუ აგერ ვნახოთ, სადა გვაქვს ჩვენ ეს დოკუმენტი, desktop-ზე გვაქვს, კი ბატონო, დასკანირებული. აქაც გაფრთხილება, სტანდარტულია, შეგიძლიათ გათიშოთ გაფრთხილება თუ, ასე ვთქვათ, ხშირად აკეთებთ ამას და არ გინდათ ამ გაფრთხილების წაკითხვა, ანუ საერთოდ არ გინდათ ეს გაფრთხილება და ისე დააჭეროთ OK-ს. და როგორც ხედავთ, ინგლისური ამოცნობილია, ანუ ჩვენ შეგვიძლია ინგლისური ტექსტის დარედაქტირება, რაღაცეების ჩასმა, დაუშვათ, არა პრობლემა, აი ქართულთან უკვე პრობლემაა. ქართული არის უბრალოდ ჩასმული როგორც სურათი. ანუ ეს არის ჩვეულებრივი სურათი, აგერ ჩანს picture format-ზე გადადის, ანუ ქართული ტექსტი, არსებობს, მაგრამ ის არის, რა ვიცი, რაღაცნაირად უცნაურად, შუაში რაღაცა ჩვენ ტექსტში რაღაცეები, ციფრებად თუ რაღაცეები გადააქცია და მოკლედ რაღაც ეს უაზრობა მივიღეთ. შესაბამისად, თუ თქვენ მუშაობთ ინგლისურ დოკუმენტებთან, პრობლემა არ არის. შეგიძლიათ გამოიყენოთ, ასე ვთქვათ, Word-ი, იმისთვის, რომ გადააქციოთ ესეთი დასკანირებული დოკუმენტი PDF-დან Word-ად, მაგრამ აი ქართულის შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ არაფერი შედეგი არ არის. როგორ მოვიქცეთ ქართულის შემთხვევაში? ქართულის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ესეთი კარგი ინსტრუმენტი, Google Drive-ი, რომელიც ალბათ თქვენთვის ყველასთვის ცნობია. თუ თქვენ გაქვთ ჩვეულებრივი Google-ის ანგარიში, შეგიძლიათ გადახვიდეთ drive.google.com-ზე და გექნებათ, ასე ვთქვათ, Google Drive-ი, მე აქტიურად ვიყენებ, როგორც ხედავთ, აქ რაღაცეები მაქვს, მაგრამ ეხლა ჩვენ ავტვირთავთ დასკანირებულ დოკუმენტს, ანუ რომელშიც არაფერი არ ინიშნება, როგორც ხედავთ, აი ამ დოკუმენტს ეხლა აქ ავტვირთავთ, ჩვეულებრივად ჩავაგდებთ, აი ესე. შეგიძლიათ ასე, რა თქმა უნდა, ავტვირთოთ file upload-ითაც, ჩვეულებრივად მონიშნოთ, მოძებნოთ და შემდეგ ამ scan PDF-ს, რომელიც ჩვეულებრივი PDF-ია და არაფერი განსაკუთრებული, შეგიძლიათ მარჯვენა ღილაკით დააკლიკოთ Open with და Google Docs.
Google-ს აქვს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ჩემი შეფასებით, სუბიექტური შეფასებით ამომცნობი ქართული ენის. კი, შედეგი არ არის იდეალური. ანუ აქ ჯერეთი Google რატომღაც როგორც კი იმას ქნა, ასე ვთქვათ, ამოიცნო და გადააქცია, არ ვიცი, რაღაცა ტექსტად. თან აქ FM-ი დამიწერა, FX-ის დაცვად, მაგრამ ნუ არა უშავს, ანუ თუ თქვენი მიზანია რომ დოკუმენტიდან დასკანებული დოკუმენტიდან ტექსტი ამოიღოთ, ამ შემთხვევაში Google Drive-ი დაგეხმარებათ, როგორც ხედავთ, ამოიცნო, შეგიძლიათ დააკოპიოთ, შეგიძლიათ რაღაცეები დაწეროთ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ, ანუ რა ვიცი, ჩვეულებრივი თემა არის, შეგიძლიათ აი კოპი გააკეთოთ და დაუშვათ Word-ი გახსნათ ჩვეულებრივად და ჩააკოპიოთ Word-ში ტექსტი, ხო და ნუ დაამუშავოთ. რაღაცები გააკეთოთ. კი, არ არის ეს იდეალური, ასე ვთქვათ, ამოცნობა და დოკუმენტი რაღაც იდეალურ ფორმას არ იღებს, მაგრამ თუ თქვენ გჭირდებათ ტექსტის ამოღება, მაშინ კი ბატონო Google Drive გირჩევთ. პრინციპში ამაზე უკეთესი ინსტრუმენტი ქართული ასე ვთქვათ, ენის მქონე დასკანებული დოკუმენტების ამოცნობაზე, რომ გადავაქციოთ Word-ად და მივიღოთ რეალური ტექსტი და არა სურათები, მე არ ვიცი. თუ თქვენთვის არის ცნობილი ესეთი ინსტრუმენტი, გთხოვთ გაგვიზიაროთ კომენტარებში და ნუ აი ამ ნოტაზე გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს.